გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო? ჩემთანაც მოვიდა გაზი, დავიბანე და უჯარი მოდიც დაბრუნდა. თან ისე გამეხარდა, რომ მოკლე მკლავიანი მაისურით ვზივა, რომ მიხარია, რომ გაზი მინდა ბოლომდე გამოვიყენო რა, შევიგრძნო და რომ არის საშუალო, რომ მაქვს ეს მინდა რომ გაჩვენოთ. ვისაც გაზი არ ქონდათ ეს დღეები, ყველამ გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზარის ღილაკი და მართლა 500,000 მაგაცმა რომ გამოიწეროს ახლა. ხო გითხარი ვისაც გაზი არ. მოდი დავიწყოთ ბაყაბუყით. UFC-ში ალექსანდრე თოფურიას დებიუტი შედგა. ილიას უფროსმა ძმამ ალექსანდრემ ავსტრალიელი კოლბი თიქნესი ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს ავსტრალიის ურთიერთობების გაუარესებაში თავისი აგური დადო. ილიამ ვოლკანოვსკის ცემა, ალექსანდრემ თიქნესი, ბარემ დოლიძეს ვაცემინოთ ვითექერი და ეგ არის ავსტრალიასთან ყველა ხიდი დამწვარე იქნება. ყველა არარსებული ხიდი ავსტრალიასთან დავწყვათ. UFC საზოგადოებამ თოფურიას დებიუტი ძალიან დადებითად შეაფასა, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც. მაგალითად, ჰენრი სეხუდომ დატვიტა, რომ ალექსანდრეს გამოსვლამ დიდად ვერ გააოცა. სეხუდოს თქმით, თოფურიამ ბრძოლა 0 ინტენსივობით ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების ყველაზე დიდი ფავორიტი იყო. მოგვიანებით, სეხუდომ ტვიტი წაშალა. რატომ წაშალა არ უთქვამს, ალბათ იმიტომ, რომ არც არავის უკითხავს, რატომ წაშალა. ჰენრი, მე გეკითხები, რატომ წაშალე ტვიტი? ჰენრის გარდა UFC-ს ფანებიც წერდნენ სხვადასხვა ფორუმზე, რომ ალექსანდრესგან უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას ელოდნენ, არ ვიცი რას ელოდნენ, მაგრამ უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას ელოდნენ. როგორც ჩანს, ყველა ნოკაუტს ელოდა პირველ, მეორე ან მესამე რაუნდში. ცოტა გადაჭარბებული მოლოდინები იყო, ჩემი აზრით. ამდენი წლის პაუზის შემდეგ ოქტაგონზე დაბრუნება, თანაც UFC-ში დებიუტი, ავსტრალიაში ავსტრალიელის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მარტივი. ანუ ვერ ხვდები რაზე უნდა გავაკრიტიკოთ ადამიანი. გამოვიდა, ცემა მოიგო. რატო დედა არ და ეს არის კრიტიკა? მეტი რა უნდა ექნა? მოვიდა, ცემა წავიდა. ვულოცავ ალექსანდრეს გამარჯვებას, მალე გვენახე რეიტინგის 10-ულში, მერე 5-ულში, მერე პირველ ადგილზე და მერაბირო კარიერას და ასრულებს ქამარიც მომელოცავს. ჩემი ოცნებაა ერთ დღეს UFC-ს ყველა წონის ყველა ჩემპიონი იყოს ქართველი. ჩემი აზრით შეგვიძლია, რომ ყველა წონის ჩემპიონი იყოს ქართველი. უნდა გავაგიჟოთ დანა ვაითი, UFC რა დონეზე უნდა წავლეკოთ, იცი? აი, ყველა ქარდი უნდა იწყებოდეს გვარების კურთხევით. UFC 400 თოფურიების დალოცვა, მერე ჩხუბი 401 დვალიშვილების გერბი, რაღაცა. აი, მაგდონეზე უნდა დავიწყოთ UFC. მოვა ეგ დრო დაიმახსოვრე. გადავიდეთ ფეხბურთზე. 2014 წელს ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელი გახდა პეპ გვარდიოლა. 2015-ში დიტერ ჰეკინგი, 2016-ში დირკ შუსტერი. ამ პერიოდში ნახდათ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ სამეულიდან რომელიმე ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელი გახდებოდა. დირკ შუსტერი ქუთაისის ტორპედოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. წარმატებები დირკს. ინგლისის პრემიერლიგაში ნამუშევარმა მწვრთნელმა ვერ გვიშველა და აბა შენიცი, შენი იმედი გვაქვს ბუნდესლიგამ იქნებ იმუშაოს. ჩემს ბავშვობის მეგობარს ველაპარაკებოდი ცოტა ხნის წინ, ასევე ტორპედოს ფანს ქუთაისას და ვეუბნებოდი, რომ მეთქი 14-ში გვარდიოლა გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელი, 15-ში ჰეკინგი, 16-ში შუსტერი მეთქი და რას ვეკითხება, იცი რომ ჰეკინგი სადაა ახლა რაშობა? ანუ გვარდიოლა იცის სადაა, ყველამ ვიცით რა, შუსტერი ქუთაისში ჩამოვიდა და ჰეკინგი. მეც არ ვიცოდი სხვა შორის, ძალიან სწორი კითხვა იყო რა. ბოხუმის მწვრთნელი ყოფილა, ვინმე თუ კითხოთ რომ ჰეკინგი რაშობა ახლა სადაა. კიდევ ერთხელ წარმატება შუსტეს 28 თებერვალს დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი და მერე უფრო დეტალურად ვისაუბროთ შუსტერზე და ეროვნულ ლიგაზე. ახალ ფორმატზე გადავიდეთ ჩემპიონთა ლიგის, უკვე ნახევარი სეზონი თითქმის გავიდა. კმაყოფილი ხართ ახალი ფორმატით? დაწერეთ კომენტარებში, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, როგორ ფიქრობთ, გაამართლა, არ გაამართლა. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ,
მე არ მომწონს ისეთი ფორმატი, რომელშიც რეალი და სიტი ერთმანეთს 32-ად ფინალში ხვდებიან. თუმცა მაინც მოვიცადოთ სეზონის დასრულებამდე და მერე შევაფასოთ, რეალი თუ ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ესე იგი ახალმა ფორმატმა გაამართლა. ესე იგი ვიპოვეთ წამალი. ჩემი აზრით, ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა იწყება მერვედ ფინალებიდან. მანამდე ყველაფერი არის მაიმუნობა. გინდ შვეიცარიული სისტემა გქონდეს, გინდ ჯგუფური ეტაპი, გინდ ორი ჯგუფური ეტაპი. გახსოვთ ხო, ორი ჯგუფური ეტაპი. მე რომ აქტიურად დავიწყე ფეხბურთის ყურება, მაშინ ორი ჯგუფური ეტაპი იყო. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადიოდა ჯგუფში. 8 ჯგუფიდან ორი საუკეთესო 4 ჯგუფში გადადიოდა. პირველად 1991 წელს დაინერგა ჯგუფური ეტაპი და 99-დან მოიფიქრეს ორი ჯგუფური ეტაპი. ადრე ტელევიზიებში გემახსოვრებათ, ეხლა ძველი ტელევიზიაში კი ვიხართ, რომ რამე პროექტი რო გაამართლებდა და მე უფროს რო იდეა კვირაში ორჯერ გავაკეთოთ. რამე თუ კარგად იმუშავებდა, ორჯერ მოდიო ყოველ დღე. ეგრე მოხდა ალბათ UEFA-შიც რა, რომ აუ ასწორებს ჯგუფური ეტაპი, მოდი ორი ჯგუფური ეტაპი იყოს და ეგრე იყო 4 სეზონი. 4 სეზონის შემდეგ მალევე აიღეს ხელი ორ ჯგუფურ ეტაპზე. მერე ერთზე და ეხლა საერთოდ აღარ არის ჯგუფური ეტაპი. საინტერესოა ახლანდელი ფორმატი რამდენი ხანი გაძლებს, ზუსტად რაც ვიცით ისაა, რომ ფინალი, ნახევარფინალები, მეოთხედ ფინალები და მერვედ ფინალები ყველას მოგწონს. მერვედ ფინალებიდან ვართ კარგად. აი მანამდე რა ხდებოდეს, ეგაა საქმე, რა აღარ ვცადეთ, მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებთ, ყველა ფორმატი კაია. უბრალოდ დროთა განმავლობაში გვბეზრდება და სიახლის სურვილი გვიჩნდება. ახლანდელი ფორმატიც კაია, მაგრამ მოგვბეზრდება რამდენიმე წელიწადში და რამე სხვას მოვიგონებთ. მერვედ ფინალებიდან იქნება ჩვეულებრივად. მოკლედ ყველა ფორმატი კაია, ორმაგი ჯგუფურის გარდა. რაც შეეხება Paris Saint-Germain-ს და კვარას, ხვიჩა გახდა პირველი ქართველი, რომელმაც 2 სხვადასხვა ტოპ ჩემპიონატში ითამაშა. ხვიჩა გახდა პირველი ქართველი, რომელმაც 2 ტოპ ჩემპიონატში გაიტანა გოლი. ხვიჩა გახდა 24 წლის დღეს, ულოცავთ დაბადების დღეს. წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება და მსოფლიოზე გასვლა მისურვებია ნაკრებთან ერთად, ცოტა არარეალურად კი ჟღერს, მაგრამ ეგრე ვინმე იფიქრებდით, დემბელე რო ფეხბურთელი გახდებოდა? ამ სეზონში მხოლოდ ჩემპიონატში გატანილი გოლები რო ავიღოთ, დემბელეს გატანილი აქვს 16 გოლი, მარტო ლიგა 1-ში. ზუსტად იმდენი, რამდენიც შარშანწინის წინ, იმის წინ და იმის წინ ერთად აღებული. ამიტომ წელს არის სასწაულების წელი, მეგობრებო, ყველაფერი აგისრულდებათ, რასაც ჩაიფიქრებთ, წელს არის სასწაულების წელი. არაფერი არ გაგიკვირდეთ. დონჩიჩი გაცვალა დალასმა, დემბელემ თამაში ისწავლა, ჩემი ნოტინგემი რა დღეშია, წელს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მათ შორის Paris Saint-Germain-ის ჩემპიონთა ლიგის მოგება. მარტო United-ს არ ეშველება წელს. გაისად კი ბატონო. აქციებს რაც შეეხება Manchester-ი ვახსენე და ვაგრძელებ აქციების ყიდვას, პერიოდულად ვამატებ ხოლმე. ვიყიდე ასევე Madison Square Garden Sport Corporation-ის აქციები, ანუ მე ახლა ვფლობ New York Knicks-ის, New York Rangers-ის და მათი ფარმკლუბების Westchester Knicks-ის და Horford Wolfpack-ის აქციებს, პლუს Manchester United-ი. 5 კლუბის აქციონერი ვარ უკვე. სპორტის ოლიგარქი გავხდი. ნელ-ნელა ვხდები სპორტის ოლიგარქი. ოლიგარქად გახდომისთვის ცოტა ცუდი დრო კი შევარჩიე, მაგრამ რას ვიზამთ? ეს როცა მომიწია. რატომ ვიყიდე New York Knicks-ი? იმიტომ რომ სხვა NBA-ის კლუბები არ იყიდება. არ არის ბირჟაზე. რაც იყო, ის ვიყიდე. არაფერი სენტიმენტები აქ არაფერ შუაშია. და Madison Square Garden Corporation-ში შედის თვითონ დარბაზიც კიდე. Madison Square Garden-იც ცოტათი ჩემია. რამე კონცერტი თუ დაგჭირდეთ ვინმეს, საახალწლო, გასტროლი შემიძლია გადაურეკო, გადმოურეკო. რაგბი ევროპის 20-25 წლის გათამაშება დაიწყო. ძალიან საინტერესო სეზონი იქნება. იმიტომ რომ პროგნოზის გაკეთება რთულია, ვინ გავა მეორე ადგილზე.
ძალიან ინტრიგა არის ამ სეზონში, რომ საქართველოსთან ფინალს ვინ წააგებს. აი, ვერ იტყვი. ნებისმიერმა შეიძლება წააგოს ფინალი. პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი ძალიან თანაბარი გუნდებია წელს. ნამდვილი სისხლის ღრა იქნება მეორე ადგილისთვის. პირველ ტურში შვეიცარიას მოვუგეთ 100-0. 100-0. აქამდე თუ ჩვენ ვითხოვდით საქართველოს 6-1-ში მიღებას, ახლა უკვე შვეიცარიაც ითხოვს საქართველოს 6-1-ში. მაგარი გეგმა მოვიფიქრე, როგორ უნდა წავიდეთ 6-ერისკენ, რუმინეთი, პორტუგალია, ესპანეთი, გერმანია, ესენი უნდა ავაჯანყოთ. რომ საქართველოს მოგვაშორეთ, წადით. მეორე ტურში ნიდერლანდებს მოვუგეთ 40-7. ანუ 100 ხო პირველ ტურში იყო 40 მეორე ტურში. ორ ტურში საშუალოდ 75 ქულას ვაკეთებთ. შედარებისთვის ზუსტად 75 ქულას აკეთებს საშუალოდ საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი. კალათბურთში და რაგბიში ერთნაირად ვაკეთებთ ქულებს. ჩემი აზრით ეს რაგბი ევროპის ჩემპიონატს კარგად არ ახასიათებს. თან ახლა კალათბურთში რომ სუსტი ნაკრები ვყავდეს რა რომ ვერ გავდიოდეთ ვერსად და რაღაცა იტყვი რომ ხო ეხლა ცუდი კალათბურთელები ვყავს და რა მოხდა მე მაგრამ სუ ევრობასკეტზე ვართ და იქაც 75 მოკლედ მიგვიღეთ 6-ში ან ჩვენ არ გეცოდებით ან შვეიცარია არ გეცოდებათ ან ნიდერლანდებია რაგბი ევროპაზე ბოლოს რო წავაგეთ მაშინ დავით ნინიაშვილი იყო მე-9 კლასში მართლა 6-ში თუ არ მიგვიღებთ, ნაკრებში მალე გვეყოლება თაობა, რომელიც დაბადებულიც არ იყო, ბოლოს რო წავაგეთ რაგბი ევროპაზე. გადმოცემით ეცოდინებათ, რომ 2017 წელია და რუმინეთში ჩავედით. ეგრე მოუყვებიან წაგებას რა. ნიდერლანდებთან მოგებით, სოფლიო ჩემპიონატზე გავედით, ზედიზედ მე-7 სოფლიოზე ვითამაშებთ. პირველად რომ გავედით სოფლიოზე, გუშინდელივით მახსოვს ეგ ამბავი, მაშინაც ავსტრალიაში გავედით, ახლაც ავსტრალიაში ვერ წავალ მე. მაგრამ პრინციპში რატო არა 20-27-მდე დიდი დროა შემოვიმატოთ სპონსორები, 1-5-6 სპონსორი დავიმატოთ და ძალიან შორს არის ავსტრალია. ერთი სპონსორით ვერ ჩახვალ იქ. 5-6 სპონსორი შემოვიმატოთ და წავიდეთ, გადავიღოთ იქ რაღაცები. დღეს მეტი არაფერი. არაფრის თქმას აღარ ვაპირებ. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარიზღილაკით ჩართეთ და 15,000 გამომწერზე რამეს ვიკისრებ დროებით.